გაჩნდება თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ახალი პარტიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია პოლიტიკურ წრეებში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელახალი არჩევნებისთვის მზადება ახალი სახეებით უნდა დაიწყოს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის ზურაბიშვილის ინიციატივა მისასალმებელია. საკითხს განსხვავებულად აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის იდეა არარეალურია. ქალბატონი სალომეს გასული თვეების ქმედებები უკვე აშკარად ხდიდა ნათელს, რომ ის ჩაუდგებოდა სათავეში ახალ პარტიას, შექმნიდა თავის პარტიას ჩამოაყალიბებდა და ეს გასაკვირი და სიახლე არ ყოფილა. რატომაც არა, მე ვემხრობი მისი მხრიდან, როგორც ქალბატონის მხრიდან, ჭკვიანი ქალბატონის მხრიდან ახალი პარტიის ჩამოყალიბებას. მას ეყოლება დარწმუნებული ვარ ბევრი მომხრე, განსაკუთრებით ისეთ მრავალრიცხოვან ელექტორატში, როგორც არის ქალბატონები საქართველოში. რა ვიცი, რა ცოტა მე სადაც მეჩვენება ახლა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივები და რა თქმა უნდა ეს თავისი უფლებაა და შეუძლია რომ შექმნას პარტია, მაგრამ რისთვის უნდა შექმნას, ეს არის ყველაზე მთავარი მიზანი. რა უნდა გააკეთოს მისმა შექმნილმა პარტიამ, რა თქმა უნდა ეს უკვე ცალკე საკითხია და სხვა დანარჩენი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე ვიტყოდი, რომ ფაქტურად ამოწურა ყველანაირი რესურსი ამოწურა მაგ ქალბატონმა და აქედან გამომდინარე, ხო რა აზრი აქვს ახლა ის პარტია შექმნის თუ სხვა მოძრაობა დააფუძნებს, არანაირი შანსი მას არ აქვს, რომ პოლიტიკაში მან კიდევ რაღაცა გარკვეული ქულები დაიწეროს, ასე რომ რა ვიცი, მე აბსურდად მიმაჩნია ყველაფერი, თუმცა ეს რა თქმა უნდა თავისი ნებაა.